LGBT რევოლუცია. სხვა რამე უბრალოდ მიჭირს დავარქვა იმ სოფხედველობრივ ტექტონიკურ ძვრებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ღონისძიების ევროვიზიის ორგანიზატორთა ფსევდო-ლიბერალურ ცნობიერებაში ხდება. ცნობიერებაში, რომლის დამსახურებითაც ერთ დროს მართლაც რომ ევროპული სიმღერის ფესტივალი LGBT პროპაგანდის მთავარ სცენად გადაიქცა. შარშანდელი ევროვიზია ალბათ გახსოვთ. პირადად მე რო ვიხსენებ ამ ეგრეთ წოდებულ მუსიკალურ კონკურსს, რომელიც შვედეთის ქალაქ მალმეში ჩატარდა, ძირითადად მახსენდება როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ტრანსგენდერები და სატანისტები. ერთნი ცდილობდნენ გაუკუმართებული სექსუალური აქტების მუსიკალურად წარმოჩენას, მეორენი კი თავს იკლავდნენ ისე უნდათ სცენაზე ჯოჯოხეთი გადმოეტანათ. ბოლოს ტრანსგენდერმა ანუ კაბიანმა და პომადიანმა ახალგაზრდა ჭაბუკმა გაიმარჯვა შვეიცარიიდან. ოღონდ ეს შვეიცარია არც გახსენებია. ხელში ძირითადად ტრანსგენდერების დროშა ეჭირა, რითაც LGBT გარყვნილების პროპაგანდას ეწეოდა და გამარჯვების სიხარულსაც მხოლოდ იმით გამოხატავდა, რომ მთელი მსოფლიოს დასანახად ტრანსების პოპულარიზაციისა და წარმოჩენის საშუალება მიეცა. მოკლედ წლებია უკვე ევროვიზიაზე იმარჯვებს ყველაფერი მუსიკის და შემოქმედების გარდა. იმარჯვებს პოლიტიკა, პროპაგანდა, პიარი და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რაც იმარჯვებს არის გარყვნილება. ეს არის LGBT ორგანიზაციების, ტრანსგენდერული ფონდების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და მათი მმართველი ოლიგარქიული ოჯახების იმდენად ნათელი დაკვეთა, რომ ევროვიზიის დაწყებისთანავე შეიძლება იმის გამოცნობა თუ ვინ გაიმარჯვებს. ვინდა ყველაზე ეპატაჟური ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი ან სატანისტი. და აი ამ გარყვნილების ღრუბლებში პატარა, მაგრამ იმედის მომცემმა სინათლის ხივმა გამოანათა. ევროვიზიის მონაწილეებს 2025 წელს შვეიცარიაში გასამართ კონკურსზე სცენაზე პრაიდის დროშების გამოფენის უფლება აღარ ექნებათ. თუ გავითვალისწინებთ ევროვიზიაზე გარყვნილების პროპაგანდის უკიდეგანო მასშტაბებს, შვეიცარიელი მაუწყებლების მიერ შემუშავებული ეს აკრძალვა ნამდვილ ეპოქალურ ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ცნობისთვის LGBT დროშებთან დაკავშირებით აკრძალვა მხოლოდ საკონცერტო სცენას არ ეხება. შვეიცარიელების ახალი მითითებების მიხედვით LGBT დროშების ფრიალი და მათთან ერთად კამერების წინ მანჯვა გრეხა აიკრძალა როგორც ძირითად საკონცერტო სცენაზე, ისე ევრო სოფელში განთავსებულ სცენაზე, მწვანე ოთახში, გახსნის ცერემონიალზე ფირუზისფერ ხალიჩასა და დროშების აღლუმზე. ერთადერთი რისი გაშლა და გამოყენება შეიძლება ამ ტერიტორიებზე არის ეროვნული დროშები. თუმცა არავის ეგონოს, რომ ორ დღეში ევროვიზიის ყურების დროს გარყვნილების სხვადასხვა ფერის დროშებს ვერ დაინახავენ. ლიბერალური შიზოფრენის ბოლომდე დამარცხება ჯერ მაინც შორს არის. ცისარტყელას დროშებთან დაკავშირებული პოლიტიკა არ ვრცელდება გულშემატკივრებზე, რომლებსაც ევროვიზიის ოფიციალურ დარბაზში ნებისმიერი დროშისა და ბანერის შეტანის უფლება ექნებათ. თუ ისინი რა თქმა უნდა შვეიცარიის კანონმდებლობას არ არღვევენ. გარდა ამისა, არ იქნება სცენაზე LGBT დროშები. სამაგიეროდ იქნება დრაგ ქვინი, რომელიც ევროვიზიის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს უკვე შეხვდა და მუსიკალური კონკურსის LGBT შინაარსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე რომ წინ მივდივართ, მაგრამ მივდივართ ძალიან პატარა ნაბიჯებით. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. შეიძლება ითქვას, რომ სულ LGBT მოტრფიალე იყო. 2017 წელს, 2019 წელს, 2021, 2023, 2024 წლებში კონკურსში სულ LGBT თემის წარმომადგენლები იგებდნენ. ფაქტობრივად, ევროვიზიაზე გამარჯვების მოსაპოვებელ კრიტერიუმად იქცა LGBT პირობა. ჰეტეროსექსუალებს პირველ ადგილს ევროვიზიაზე უბრალოდ აღარ აძლევდნენ და ამის მთავარი მიზეზი არაცუდი სიმღერა, არამედ სექსუალური ორიენტაციაა. ყველაფერს LGBT ხილვადობით და იმით ხსნიან თითქოს კონკურსის LGBT მონაწილეები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან. ესეც ტვინის გამორეცხვის ერთგვარი მეთოდია LGBT ლობისტების ხელში. დაარწმუნო საზოგადოება, რომ LGBT პირების სხვებზე უკეთესები და გამორჩეულები არიან. წარმოაჩინონ მისაბაძ ადამიანებად ახალგაზრდებში და ტრენდად აქციონ LGBT პირობა. ევროვიზიის ვოკალურიდან LGBT კონკურსად გადაკეთება ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1997 წელს ისლანდიის წარმომადგენელი პოლ ოსკარი კონკურსის პირველი ღიად გეი არტისტი გახდა. იმავე წელს კონკურსი ბრიტანულმა ბენდმა მოიგო, რომლის ვოკალისტიც ლესბოსელი იყო, თუმცა ამის ღია დაფიშირებას არ ახდენდა. ევროვიზიის კონკურსის მომდევნო 1998 წელს LGBT ზეიმად იქცა და ტრანსგენდერი ქალის დანას გამარჯვებით დასრულდა.
90-იან წლებამდეც მოუგიათ კონკურსი ევროვიზია LGBT პირებს. მათ შორის შორეულ 1958 წელს ფრანგმა გეი მომღერალმა გაიმარჯვა. 1961 წელს კი გეიმ ლუქსემბურგიდან დაიკავა პირველი ადგილი. მაგრამ მაშინ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას მონაწილეები მალავდნენ. 2012 წელს ევროვიზიის კონკურსზე ბისექსუალმა მონაწილემ გაიმარჯვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ LGBT პირების ღია მხარდაჭერა დაიწყო კონკურსზე, ცდილობდნენ გარკვეული ეტიკეტის დაცვას ფორმალურად მაინც. და მონაწილეები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც თავიანთი სქესის შესაფერისი ადამიანები. მაგრამ აი 2014 წელს, როგორც ჩანს, კონკურსის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ დრო იყო საზოგადოება ახალ რეალობას შეგუებოდა და კონკურსზე კაბაში გამოწყობილი წვერიანი მამაკაცი, გეი კონჩიტა ვიურსტი გამოჩნდა, რომელმაც ევროვიზიის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ავსტრიელი მომღერლის ჯერ ასეთ ფორმაში სცენაზე გამოჩენამ და შემდეგ საერთოდ გამარჯვებამ დიდი მნებათა ღელვა გამოიწვია. არც დიდად სიმღერის ნიჭით გამოირჩეოდა კაბაში გამოწყობილი წვერიანი ახმახი, მაგრამ სიმღერის კონკურსისთვის უკვე დიდი ხანია სიმღერა მეორე ხარისხოვანია. თავარია კაცმა კაბა ჩაიცვა, ეს საკმარისია დაფასებისთვის და გამარჯვებისთვის. საზოგადოების აღშფოთებას დროებითი, მოკლევადიანი შედეგი მაინც მოჰყვა და რამდენიმე წელი LGBT წარმომადგენელი აღარ იმარჯვებდა ევროვიზიაზე. თუმცა როგორც კი ხალხს მეტნაკლებად მიავიწყდა კონჩიტას არსებობა, მაშინვე ევროვიზიაზე ისევ LGBT მანქანა სრული დატვირთვით ამუშავდა და 2017 წლიდან კონკურსში LGBT თემის აბსოლუტური დომინაცია ვიხილეთ. 2017, 2019, 2021, 2023, 2024 წლებში LGBT პირებმა გაიმარჯვეს. 2025 წლის კონკურსიც არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო და ისევ ფერადი დროშები, LGBT პირების პროპაგანდა და უსაქციელობა უნდა ეხილა მაყურებელს. მაგრამ მოულოდნელად გაირკვა, რომ ევროვიზიის სცენაზე LGBT დროშების ფრიალი არ იქნება ნებადართული. ევროვიზიის განახლებული პოლიტიკის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც 2025 წლის კონკურსის მონაწილეებს სცენაზე პრაიდის დროშების გამოყენება აეკრძალათ. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. შესაბამისი დებულება კი შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ დროშების პოლიტიკაშია ასახული. ახალი რეგულაციები ადგენს, რომ ოფიციალურ სივრცეებში, მათ შორის სცენაზე, ეგრეთ წოდებულ მწვანე ოთახში, ევროვიზიის სოფელში, გახსნის ცერემონიაზე ხალიჩასა და დროშების აღლუმზე მხოლოდ ერთი და ისიც ეროვნული დროშის გამოყენებაა დაშვებული, რაც საერთაშორისო კონკურსების სტანდარტებს შეესაბამება. ოფიციალური განცხადების მიხედვით მიზანი ბალანსის დაცვა იყო, რათა როგორც მაყურებლებს, ისე მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი ემოციები და იდენტობა, ხოლო დელეგაციებისთვის ოფიციალურ სივრცეებში მოქმედი წესები უფრო მკაფიო ყოფილიყო. ამავე განცხადებით აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ღონისძიების ფარგლებს გარეთ. სივრცეებში, რომლებიც არ მიიჩნევა ოფიციალურად, დელეგაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის დროშა, რაც შვეიცარიულ კანონმდებლობას შეესაბამება. მათ შორის პრაიდის დროშებიც. შესაბამისად, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ნებისმიერი პიროვნების იდენტობის გამოხატვისთვის საკმარისი შესაძლებლობები რჩება. ასევე ღონისძიებაზე მისული გულშემატკივრებისთვის დროშების შესახებ დებულება კვლავ მობიერია. მათ მონაწილეებისგან განსხვავებით კვლავად შეუძლიათ ნებისმიერი დროშა და ბანერი მიიტანონ ღონისძიებაზე, თუ ის არ არღვევს შვეიცარიულ კანონებს. ორგანიზატორების თქმით, აკრძალულია მხოლოდ ისეთი სიმბოლოები, რომლებიც შეიცავს რასისტულ ან დისკრიმინაციულ შინაარსს, აღვივებს სიძულვილს ან ძალადობას, დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად. დროშების პოლიტიკის ასეთი მიდგომა პრეცედენტულია. თუმცა გასულ წელს შვედეთში, ქალაქ მალმეში გამართულ ევროვიზიაზე გამარჯვებულმა ნემომ, რომელიც თავს არაბინარულად და პანსექსუალად თვლის, არაბინარული პრაიდის დროშის ოფიციალურ სივრცეში შეტანა მაინც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. როგორც თავად აღნიშნა, დროშის ფარულად შეტანა მოუხდა, რადგან ორგანიზატორებმა უარი უთხრეს დროშის გამოყენებაზე. ვფიქრობ, ეს აშკარა ორმაგი სტანდარტია. ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანახმად, ოფიციალური წესების დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს დროშების ჩამორთმევა, მონაწილეების ღონისძიებიდან გაძევება და დელეგაციების მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება. ევროვიზია წლების განმავლობაში ითვლებოდა LGBT ხელოვანებისთვის უსაფრთხო სივრცედ.
2024 წლის ევროვიზიის მონაწილე გაერთიანებული სამეფოდან ოლი ალექსანდერი, რომელიც LGBT თემის წარმომადგენელია, აცხადებდა. ისტორიულად ევროვიზია ყოველთვის მშვენიერი სივრცე იყო ქვიარ არტისტებისთვის. ქვიარ აუდიტორია მის ძალიან კარგად მიიღო და არაერთი ქვიარ შემსრულებელი გახდა გამარჯვებული. მიუხედავად დროშების აკრძალვისა, ევროვიზიის LGBT არტისტებისადმი ერთგულება წელსაც გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობას არაერთი LGBT შემსრულებელი მიიღებს. მაგალითად, კონჩიტას თანამემამულე ავსტრიელი არტისტი JJ. მარტში მიცემულ ინტერვიუში JJ-მ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია იმით, რომ ევროვიზიაზე ქვიარ საზოგადოებას წარმოადგენს. ჩემი პირადი გზავნილიც იქნება გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული მსოფლიოში ყველაზე ლამაზი რამეა, ხოლო სიძულვილი ყველაზე საშინელი. როცა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ყველაფერი მშვენივრად მუშაობს. მალტელი არატრადიციული ორიენტაციის მქონე მომღერალი მარიანა კონტე მონაწილეობას იღებს ევროვიზიის კონკურსში სიმღერით Serving და აცხადებს, რომ ნამუშევარი რეალური მოვლენების შთაგონებით შეიქმნა. სიმღერა კი მიმართავს LGBT აუდიტორიას. ეს იქნება ქვიარ არტისტის მეორე მცდელობა ევროვიზიის ტიტულის მოსაპოვებლად. პირველად მან ბედი 2017 წელს სცადა. მაშინ ტიტული პორტუგალიელმა სალვადორ სობრალმა მიიღო, რომელიც თავს ინტერსექსუალად აიდენტიფიცირებს. კიდევ ერთი წლევანდელი ევროვიზიის მონაწილე ბისექსუალი მომღერალი ერიკა ვიკმანია, ფინეთიდან. LGBT წარმომადგენელი ყავს წელს ჩეხეთსაც. ბელგიელმა რედ სებასტიანმა აპრილში დაადასტურა, რომ LGBT საზოგადოების წევრია და თქვა: ევროვიზია არის საოცარი ადგილი სიყვარულის გასავრცელებლად და იმედი მაქვს წელსაც შევძლებთ მუსიკის საშუალებით მსოფლიოს უფრო ლამაზ ადგილად გადაქცევას. LGBT პირი წარმოადგენს ევროვიზიაზე ხორვატიასაც. მარკო ბოშნაკი, მანაც კონკურსის წინ აღიარა, რომ არატრადიციული ორიენტაციისაა. მონაწილეებმა კარგად იციან, რომ კონკურსში გასამარჯვებლად LGBT თემის წევრობა ფაქტობრივად აუცილებელი პირობაა და ისინიც ერთი მეორის მიყოლებით ევროვიზიის დაწყებამდე ღიად აცხადებენ, რომ LGBT პირები არიან. ხილვადობა მიღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. კი, აიკრძალა LGBT დროშების გამოყენება ევროვიზიაზე და ეს ნამდვილად შეიძლება შეფასდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად. მაგრამ გეების, ლესბოსელების, ტრანსების და სხვადასხვა გამოგონილი გენდერის მონაწილეებისთვის ამ ზარალის ასანაზღაურებლად სულაც არ არის გამორიცხული, რომ წლევანდელი ევროვიზიაც სწორედ LGBT თემის წარმომადგენელს მოაგებინონ. ევროვიზიის 2025 წლის ფინალი შაბათს, 17 მაისს შვეიცარიაში, ბაზელში გაიმართება. შარშანდელ ევროვიზიაზე არნახული გარყვნილების შემხედვარე შვეიცარიელმა კონსერვატორებმა ამ შიზოფრენიის შესაჩერებლად გადაწყვიტეს ევროვიზიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაბლოკვა. მათი განცხადებით ევროვიზია სიმახინჯის ფესტივალად გადაიქცა, სადაც ადამიანებს მხოლოდ ჰომოსექსუალურ და ტრანსგენდერულ ფსევდოღირებულებებს ახვევენ თავს. სახელმწიფო დაფინანსების შეჩერება ვერ მოხერხდა, მაგრამ სენატზე LGBT დროშების ფრიალი აიკრძალა. პრინციპში მცირე, მაგრამ მაინც რაღაც სარგებელია. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელმა ნოელ გრინმა LGBT დროშების ნაწილობრივ აკრძალვაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. ევროვიზიას არ სჭირდება დროშა LGBT თემის მხარდაჭერის გამოსახატავად. უბრალოდ უყურეთ შოუს და მოусმინეთ, რას მღერიან მონაწილეებიო. ასე რომ სცენაზე ცისარტყელას დროშების გარეშეც ევროვიზია თავისი LGBT დღის წესრიგის ერთგული რჩება. დროებით.